26 წლის ვარ და ახლა გავანაძრე რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვარ ნაყოფი. და გამოვყევით და ჩამოვიდოთ სხვა სიცხვილე. მუზეუმი 2004 წელს ჩამოყალიბდა და აქ ინახება ისეთი არტეფაქტები, რომლებიც ათასობით წელს ითვლის. აქ შეხვდებით ბედიის ბარძიმს, ანჩის ხატის და ხახულის კარეთს, რომელიც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. ასევე ნახავთ თამარ მეფის ჯვარს. მეორე ფლიგელში შეხვდებით ოქროს სხვადასხვა ნივთებს და განსაკუთრებული ადგილი იუჭირავს თრიალეთის ოქროს თასს და ოქროს ლომს კახეთიდან. შემდეგ განყოფილებაში ნახავთ დახვეწილ სამკლაურებს კოლხეთის პერიოდიდან, რომელიც აჩვენებს რამდენად განვითარებული იყო აქ კულტურა და ოსტატობა. გადავინაცვლოთ პირველ სართულზე, აქ ნახავთ უძველეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ადამიანის პირველ კვარს ამ მიწაზე. მოლუსკების ეს აღმოჩენები მიგანიშნებს იმას, რომ მილიონობით წლის წინ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი წყლით იყო დაფარული. აქ ინახება საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების ნიმუშები. რეალური ზომის დეტალურად შენახული ექსპონატები, რომლებიც ახლოდან გაჩვენებს მათ გარეგნობას. მესამე სართულზე არის ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც გვაჩვენებს საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდს, როცა ქვეყანა 1921 წლიდან თითქმის 60 წლის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მუზეუმი გვახსენებს, რამდენად რთული გზა გაირა საქართველოს საკუთარი თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. თითოეული ექსპონატი, პატარა ნივთი, ფოტო ან დოკუმენტი ამბობს ისტორიას ბრძოლის, გაძლიერებისა და იმედის შესახებ.